იფიქრები, რომ სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კაცად ყოფნა უსაფრთხოების შეგრძნებას მოგცემდა. პუტინისთვის კი ეს პირიქითაა. მან ათეულობით მკვლელობის მცდელობა გადაიტანა და რა უკიდურეს ზომებსაც მიმართავს. მხოლოდ იმისთვის, რომ ცოცხალი დარჩეს, ნამდვილად სიგიჟეა. მას ჯეიმს ბონდის ტიპის მანქანა აქვს. უხილავი თვითმფრინავი, პრეზიდენტის ბორტების მთელი ფლოტი და კიდევ უფრო მეტი პარანოია. წარმოიდგინეთ პუტინი, რომელიც პარადზე მიდის, როცა მეამბოხე ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები კოლონას თავს ესხმიან. გზის ორივე მხრიდან სროლა იწყება. სამწუხაროდ დაქირავებული მებრძოლებისთვის პუტინი ორი ქსენაში ზის. 6.5 ტონა ჰიბრიდულ V8 ლიმუზინში, რომელიც ფაქტობრივად ტანკია. პირველი ტალღა AK-47-ის ტყვიებისა უბრალოდ კარს უშენს და თითქმის არანაირ კვალს არტოვებს. როდესაც მიხვდნენ, რომ ეს საკმარისი არ იყო, თავდამსხმელებმა გამოიტანეს სატვირთო მანქანა მძიმე ტყვიან ფრქვევით და კოლონაზე ტყვიების წვიმა დააყენეს. მაშინაც კი ვერ ახერხებენ ლიმუზინის შეჩერებას, რადგან ის დაცულია მაღალი კალიბრისა და ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. ამ დროს სასოწარკვეთილ მცდელობაში თავდამსხმელები გზაზე ლურსმებს ხრიან და ცეცხლს უკიდებენ, რომ ის გააჩერო, მაგრამ საბურავები რეალურად გამაგრებულია. ასე რომ, თუნდაც ყველა საბურავი დაზიანდეს, მანქანა მაინც შეძლებს ათეულობით მილის გავლას, რაც საკმარისია მის უსაფრთხოდ გაყვანად. მაგრამ ხედავთ, მანქანა მხოლოდ ის ნაწილია, რომელსაც ყველას აჩვენებს. როცა პუტინი დაფრინავს, ის ამ თვითმფრინავით დაფრინავს. მფრინავის სარდლობის პუნქტი, ოქროსფერი დეტალებით, გამაგრებული დაშიფრული საკომუნიკაციო სისტემით, რათა შეძლოს ქვეყნის მართვა და რაც მთავარია, ბირთვული ბრძანების ჯაჭვი ჰაერიდანაც. ის ასევე დაფრინავს Su-27-ის და Su-35-ის გამანადგურებლების ესკადრილიასთან ერთად და აქვს გაქცევის კაფსულა ყოველი შემთხვევისთვის. და კიდევ არის პირადი მატარებელი, რომლის შესახებაც თითქმის არავინ იცის. ისინი იმდენად ძლიერად არის დაჯავშნული, რომ თითოეულ ვაგონს 6 ღერძი ჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ წონა ატაროს. და შიგნით ეს მოძრავი სასახლეა ოფისებით, რესტორნით, სავარჯიშო დარბაზით და თუნდაც ორთქლის აბანოთი. რელსები პირდაპირ მის სახლში შედის. ასე რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს 12-დან ნებისმიერში გამოჩნდეს და არავინ გაიგებს, სად არის სინამდვილეში პუტინი. და თუ ოდესმე გინდა შენი სამსახური შეგზიზლდეს, უბრალოდ დაიმახსოვრე. და ამას გარდა პუტინი იმდენად პარანოიკია, რომ უცხოეთში მოგზაურობისას სპეციალურად აგროვებენ მის განავალს, რათა უცხოეთში ვერავინ გაიგოს, სინამდვილეში რამდენად ავადაა ის.